კლავ აბუაშვილი და კლავ მარცხენა ფლანგი დარტყმაკარის მიმართულებით მაკარიძეს უჭირს ამბუდის მოგერიება თითქოს ერთი შეხედვით შეეძლო ხელებში დაფიქსირება თუმცა გამოცდილმა მეკარემ არ გარისკა დახმარება ესაჭიროება მარცხნივ ორი ფოთელი მოთამაშია ფაჩულია მიიღო ბურთი აბუაშვილი იხსნება ფაჩულია დარტყმაკარის მიმართულებით მაკარიძის მოგერიება კიდევ ერთი ამჯერად გიორგი მაკარიძე ბურთი ხელებში მოისრაფიშვილი შეიძლება დარტყმაკარის მიმართულებით და მაკარიძის აგერ უკვე საწყის 15 წუთში მესამე მოგერიება გიორგი მოისრაფიშვილს აჯობა ამჯერად გამოცდილმა მეკარემ ufra magra თამაშობს მამაგეიშვილი აი ამაზე მქონდა საუბარი მამაგეიშვილი ერთ-ერთზე მეტოქესთან და შეასრულა გიზი მამაგეიშვილმა რამდენიმე წამის წინ თქვი რომ ერთმა შეცდომამ შეიძლება საპირისპირო სურათი დაგვიყენოს თვალწინ და აი გიზი მამაგეიშვილმა გააკეთა ყველაფერი გაიჭრა წინ ცველებს შორის და ისე შეასრულა რომ ერთ-ერთ ყველაზე ტანმაღალ მეკარეს ჩვენ ჩემპიონატში იაროსლავ კოტლიაროვს აქ შეხედეთ რა მაგრა თამაშობს მამაგეიშვილი ბურთი თავზე გადაუგდო ძალიან მაგარი შესრულება გიზი მამაგეიშვილის მხრიდან ამ ბიჭის თვეები ჩვენს ჩემპიონატში არის დათვლილი დაბალი პასი დარტყმაკარის მიმართულებით და წელმა გადაარჩინა კოლხეთი რა მომენტი იყო აქ კლასი იყო ახლოს გოლის გატანასთან ტაბატაძე დარტყმაკარის მიმართულებით ამჯერად ხარიხამ გადაარჩინა კოლხეთი ეს უკვე შტურმია კიდევ ერთი დარტყმა კოტლიაროვი კიდევ ერთი დაბრუნება კარის მიმართულებით და გადარჩა სამჯერ გადარჩა ფოთის კოლხეთი აშკარა გაშვებულ გოლს კლასი შემდეგ ტაბატაძე და ბოლოს თუ არ ვცდები სილაგაძე იყო რომელიც ემუქრებოდა კოლხეთის კარს დარტყმაკარის მიმართულებით გაუჭირდა კოტლიაროს მაგრამ დამატება არ გამოვიდა გიუნაშვილი რა შეცდომას უშვებს მამაგეიშვილი წაიქცა ეს იქნება პენალტი და იქნება გაფრთხილება ძალიან ბევრი ბარათი მოგვიგროვდა ჩვენს დღევანდელ დაპირისპირებაში კოტლიაროვი კი არის ამ მატჩის ჯერჯერობით ანტიგმირი. გაისმა მაჩიტიძის სასტვენი, დაბადაწის გამორბენი, დარტყმაკარის მიმართულებით კინაღამ გამოისყიდა კოტლიაროვმა თავისი შეცდომა, თუმცა დაბადაწის დარტყმა აღმოჩნდა უზუსტესი. სწორედ სიზუსტეზე გააკეთა იური ტაბატაძემ აქცენტი ჩამოიშორა ძალიან მარტივად კობულაძე აგზელებს წინსვლას გიორგი აბუაშვილი უახლოვდება საჯარიმო მოედანს დარტყმაკარის მიმართულებით აქაც აჯობა მაკარიძემ რა კარგი სოლო რეიდი ქონდა გიორგი აბუაშვილს დარტყმაც თითქოს არ იყო ურიგო უბრალოდ ცოტა ძალა დააკლდა ჩაწოდება საჯარიმოში ტაბატაძეზე გაიგზავნა ეს ბურთი ჩაფრუნება დარტყმაკარის მიმართულებით და თავისი გოლი გაიტანა ცენტრალურმა მცველმა ივან გელაშვილმა ბრწყინვალედ დამუშავებული კომბინაცია და სხვაობა უკვე სამბურთიანია. ყოჩაღ იბერიას, ყოჩაღ ყორღალიძეს, ყოჩაღ ტაბატაძეს და ყოჩაღ გელაშვილს. აშკარად დამუშავებული იყო ეს კომბინაცია. კლასი დარტყა და 4-0. დორასო კლასის სურინამული გოლი. კლასი ვიხილეთ აი ამ მომენტში. მისთვისაც სადებიუტო გოლი იბერიას მაისურით. გელაშვილის მსგავსად ორასო კლასიმაც პირველი გოლი გაიტანა თბილისის იბერიას შემადგენლობაში.